მე ლილი დაუსი ვარ, ეს კი ჩვენი გადაცემაა მოგზაურობაზე. მე კატარში მაქვს სათავო ოფისი, საიდანაც მთელ მსოფლიოში მოგზაურობ, ისეთი გასაოცარი ადგილების აღმოსაჩინად, რომლებიც უხვად გთავაზობს კულტურას, ფუფუნებასა და თავგადასავალს. გზად ვხვდები ახალ ხალხს, ვსინჯავ გემოებს და სადაც კი მივდივარ, ყველგან ვიღებ წარუშლილ შთაბეჭდილებებს. დღეს კატარიდან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის გულში მივფრინავ. მე ვარ ისეთ ადგილზე, სადაც უძველესი ტაძრების გვერდით თანამედროვე ცათამბჯენები დგას. სავადიკა, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ტაილანდში. ახლა ბანგკოკში ვარ, ქალაქში, სადაც ძველი ტრადიციები, სიცოცხლის უშრად ენერგიასა და ფერადობნებას ერწყმის. მოგზაურობას ტაილანდის კულტურული ცენტრიდან ვიწყებ, გიდ ალექსისთან ერთად, რომელსაც უნდა შევხვდე დიდ სასახლესთან, რომელიც სამეფო ისტორიის სიმბოლოა. ეს არის დიდი სასახლის კომპლექსი, რომელიც ფართობით 61 აკრია. 61 აკრი? მთლიან ფართობს დღესვე არ მოვივლით, არა? არა, მხოლოდ ტაძარს და მეფის რეზიდენციას ვნახავთ. ეს მეფის რეზიდენცია იყო. 1792 წელს აშენებული დიდი სასახლე სამეფო რეზიდენციების უზარმაზარი კომპლექსია, რომელიც მოიცავს მისაღებ დარბაზებს, სამთავრობო შენობებსა და ტაძრებს. კომპლექსის ცენტრში ზურმუხტის ბუდას ტაძარი დგას, რომელსაც გარს ქანდაკებებით დამშვენებული ეზოები და დახვეწილი ტაილანდური არქიტექტურის ნიმუშები არტყია. მოზაიკები საკუთარ ისტორიას ყვებიან. ალექსი ჩემთან ერთად ათვალიერებს ორნამენტებს და მიხსნის თუ როგორ იხვეწებოდა ტაძრის ავთენტური სტილი საუკუნეების განმავლობაში. აკაურობის მოჩუქურთმება მეფე რამა მესამეს დროს დაიწყეს. ეს კერამიკა ჩინეთიდან ჩამოიტანეს, რადგან ჩინეთიდან შემოქონდა ეს ნივთები. ამიტომაც სხვადასხვა ეპოქაში დეკორაცია იცვლებოდა. დღეს ზურმუხტის ბუდა საოცარი სანახაობაა, რომელიც მთლიანად ოქროს ფირფიტებითაა მოვარაყებული. კომპლექსის სიღრმეში ალექს მეფის რეზიდენციისკენ მივყავარ, რომელიც ერთ დროს ტაილანდის სამეფო ოჯახის კერძო საკუთრება იყო. ეს სატახტო დარბაზია. ამ დარბაზს მაშინ იყენებენ, როცა რაღაცას ზეიმობენ, მაგალითად მეფის ან დედოფლის დაბადების დღეს, ან როცა კორონაციის დიდი ცერემონია ტარდება. სასახლიდან გამოსვლის შემდეგ მდინარე მენამისკენ მივდივარ და ტრადიციულ გრძელ ცხვირა ნავში ვსხდებით. ეს ისტორიული მდინარე შესანიშნავი საშუალებაა, საიდანაც კარგად ჩანს ძველი და ახალი ბანგკოკი. მაინც რამდენ ხანს იყო დამოკიდებული ტაილანდში ხალხი არხებზე? რამდენიმე თაობა დაახლოებით 500 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ალბათ უფრო მეტიც. სანამ ბანგკოკში გზებს გაიყვანდნენ, ქალაქი წყალზე იყო დამოკიდებული. ეს ბუნებრივი სანაოსნო გზა ადამიანის ხელით გათხრილი არხების უზარმაზარ ქსელს უკავშირდება. ხედების დათვალიერების შემდეგ ნავიდან ბანგკოკის ერთ-ერთ ყველაზე ძველ სამეფო ტაძართან ჩამოვედით. მისი მთავარი ფიგურა მწოლიარე ბუდაა, 46 მეტრიანი ოქროს ქანდაკება, რომელსაც მთელი დარბაზი უკავია. ზოგი ამ ქანდაკებას მძინარე ბუდას უწოდებს, მაგრამ მას არ ზინავს, უბრალოდ წამოწოლილია ან ისვენებს. ეს ტაძარი ტაილანდური მასაჟით არის ცნობილი. ტაილანდური მასაჟი აქ შექმნეს. ჩვენი ბოლო გაჩერება ბანგკოკის ყვავილების ბაზარია, რომელიც 24 საათი ღიაა და სავსეა ტაილანდური კულტურის ძირითადი ყვავილებით. ჩვენ ყვავილებს ვიყენებთ შესაწირად, მაგალითად ყვითელი ყვავილი ზაფრანა ინდუისტური ღმერთისთვის მიგვაქვს, ლოტოსის ყვავილს კი ბუდას ვუძღვნით. ყვავილების ბაზარში სიარული უბრალოდ საოცარია. ყოველი შემხედრი გულთბილად გესალმება. ალექსისთან ერთად ქალაქის დათვალიერება უბრალოდ შესანიშნავი იყო, მაგრამ დროა სასტუმროში წავიდე. ამჯერად Four Seasons ბანგკოკში დავბინავდი, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, რომელიც ზედ მდინარე მენამის სანაპიროზე დგას. როგორც კი სასტუმროში ფეხ შედგა, მაშინვე თანამედროვე ელეგანტურობისა და ტრადიციული ტაილანდური ხიბლის გარემოცვაში აღმოჩნდები. შეიძლება ბანგკოკში დროჩქარა გარბის, მაგრამ აქ ის მდინარესავით მიედინება მშვიდი, ელეგანტური და ტაილანდურად სტუმართმოყვარე. დღე ენერგიულად რომ დამეწყო, ტაილანდურ კიკბოქსის გაკვეთილზე ჩავეწერე სასტუმროს ზეთანამედროვე სავარჯიშო დარბაზში. ინსტრუქტორმა ხელები ზონარით გადამიხვია და პირდაპირ ინტენსიური ვარჯიში დავიწყეთ, რომლის განმავლობაშიც გავეცანი ტაილანდური ეროვნული სპორტის საფუძვლებს, თავდაცვის მიზნით მუშტისა და წიხლის, ასევე მუხლის გამოყენებას. მართლაც უამრავი რამ არის სასწავლი, მაგრამ რამდენიმე მცდელობისა და შეცდომის შემდეგ ყველაფერს მივხვდი და საბოლოოდ მოვახერხე მოძრაობების მიყოლებით გადაქმნა.
დამქანცველი ვარჯიშის შემდეგ ტრადიციულ ტაილანდურ მასაჟს ჩავეწერე სასტუმრო სპა სალონში. მართლაც დიდებული ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის. ტრადიციული ტაილანდური მასაჟი თან ენერგიით გავსებს და თან თავიდან ბოლომდე აღგადგენს. ზეთოვანი მასაჟისგან განსხვავებით, აქ დაძაბულობის მოსახსნელად სხეულს ხელით რიტმულად ძელენ. შემდეგ გეხმარებიან გაწელვა და სახსრების ნაზი მოძრაობა რომ შეასრულო. სასტუმროს ფუფუნების სერვისი რომ დამეგვირგვინებინა, სადილისთვის მისი 5 რესტორნიდან ერთ-ერთს ვესტუმრე. პალმირ ბაი გიომ გალიოტს. ეს შესანიშნავი ადგილია, რათა დაისვენო და გარესამყაროს დააკვირდე, სანამ ისევ ქალაქის მჩქეფარ რიტმში ჩაერთვები. ბანგკოკი უკეთ რომ დავათვალიერო, უოც უნდა შევხვდე. Try Bangkok ტურსიდან. დედაქალაქი ველოსიპედით უნდა მოვიაროთ. დათვალიერების საუკეთესო გზა ველოსიპედია, რადგან ყველაზე პატარა ქუჩაზე შეგიძლია შეუხვიო, ნახო ფარული ადგილები და სადაც მოგინდება იქ გაჩერდე. გასეირნება ქუჩაბანდებიდან დავიწყეთ, სანამ მდინარეზე ჩავიდოდით. უოტი მიყვება თუ როგორ ვითარდებოდა ბანგკოკი. ჩვენ ახლა ძველ ბანგკოკში ვიმყოფებით. იქ ახალი ბანგკოკია. მაინც რამდენი ხანი დასჭირდა ჯერ ძველი და მერე ახალი ბანგკოკის ჩამოყალიბებას. ძველ ბანგკოკს დაახლოებით 250-280 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, ახალს კი 150-180 წლის წინ. ველოსიპედით მდინარის გასწვრივ დავყრევით, სანამ ჩვენს პირველ გაჩერებას არ მივადექით. ეს არის კარიში ჩაწყობილი ატრიის რესტორანი, რომელსაც მისი დამფუძნებლის მეხუთე თაობა მართავს და სადაც ადგილი ძლივს ვიშოვეთ. ატრია აზიური სამზარეულოს ნაწილია, რომელიც 1000 წელს მაინც ითვლის. აი კარი კი ინდურია, თუმცა ცხარე წიწაკა ტაილანდსა და ზოგადად აზიაში პორტუგალიელებმა ჩამოიტანეს სამხრეთ ამერიკიდან, მექსიკიდან. ოჰო, მთელი მსოფლიო ყოფილა ჩართული, ძალიან ინტერნაციონალური კერძია. სადილის შემდეგ პატარა და ვიწრო ქუჩები გავიარეთ, სადაც უოტმა ქუჩაში გამოტანილი ზოგიერთი ადგილობრივი პროდუქტი გამასინჯა და ამიხსნა, თუ რატომ უყვართ ის ტაილანდში ასე ძალიან. აქ ტაილანდში საკვებს მცირე პორციით იძლევიან, რათა ხალხმა ყველგან ჭამოს. პირველ რიგში რამდენიმე გემრიელი უნიკალური ხილი გავსინჯეთ. ჯერ მანგოსტანი ვიგემეთ, შემდეგ ინდური პურის ხის ნაყოფი და ლონგანიც. ყველაფერი ისეთი ტკბილი და გემრიელია. კანფეტს გავს თითქოს ტკბილეულს ვჭამ. ამის მერე ტაილანდის ყველაზე ცნობილი დესერტი გავსინჯეთ. ბრინჯი მანგოს ჩხირებით. მისი ყოველი ლუკმა უგემრიელესია. შესანიშნავად არის დაბალანსებული სიტკბო და ცხარე გემო. ისე ველოსიპედებს მოვახტით და მდინარის პირას მყუდრო კაფეს მივაშურეთ. აბა როგორ მოგეწონა? საოცარი დრო გავატარე. ველოსიპედის საუკეთესო საშუალებაა, რომ რაც შეიძლება უკეთ გაეცნო ტაილანდის ავთენტურ მხარეს. თან ხედავ, როგორ წყნარად და აუღელველად ცხოვრობს აქაური ხალხი. მას შემდეგ, რაც ბანგკოკი ყოველი მხრიდან დავათვალიერე, დროა ქალაქის ცენტრიდან გავიდე და კიდევ რაღაც ახალი აღმოვაჩინო. ჩემი მოგზაურობის მეორე ნაწილში ტაილანდის სხვა არხი უნდა ვნახო. შეხვედრა მაქვს ჯოისთან, რომელიც ტაიტურ გაიდის გიდია. გამარჯობა ლილი. გამარჯობა მისის ჯოი. სავადიკა. სავადიკა, კარგად გაერთე. ახლა რასაც ხედავ, ეს მოტივტივე ბაზრის ნავმისადგომია. როგორც ხედავთ, ეს ძველი ნავია. როცა წავალთ ავაჭროთ ყველაფერს, რასაც ვიყიდით, ამაში ჩავაწყობთ. და მე გავიგე თუ როგორ აწყობდნენ ტაილანდელები ტრადიციულად პროდუქტს ნავში და როგორ გადმოჰქონდათ უკან. ეს საუკუნოვანი მეთოდი მთლიანად წონასწორობას ეყრდნობა. ჯოი მიმიწყვის ნავისკენ, რათა მოტივტივე ბაზარში წავიდეთ. აქ ყველაფერს ყიდიან. ეს ტაილანდელი ფერმერის ქუდია, თუ რაღაც ამის მსგავსი, ბამბუკისაა. ძალიან მომწონს ეს ბამბუკის ქუდი. ბამბუკის ქუდი არა, ძალიან ლამაზია. აქაურობის ნახვა ერთნამეთ ღირს, ყველა მოვაჭრე რაღაცას გთავაზობს, სურსათი იქნება თუ სხვა საქონელი. როცა ტაილანდში არხით მიცურავ, თავს მართლა ამ ხალხის ნაწილად აღიქვამ. ეს არის მათი საზოგადოება, სადაც საქონელს ყიდიან და გიღიმიან. თავს ისე გაგრძნობინებენ, როგორც საკუთარ სახლში. ამის შემდეგ მეკლონგის მატარებლის ბაზარს ვეწვიეთ, ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ბაზარს მსოფლიოში. როდესაც მატარებელი შემოდის, მაღაზიებს სასწრაფოდ ხურავენ, როცა გაივლის, ისევ ხსნიან. ეს ყველაფერი კი ადგილობრივი ცხოვრების რეალურ სახეს გაჩვენებს. ტაილანდის ენერგეტიკა მძაფრია, მაგრამ ამავე დროს ხალხი ისეთი კეთილია, ისეთი მშვიდი და უდრტვინელი. უბრალოდ საოცარი კონტრასტია. ჯოი ბაზარს მათვალიერებინებს. დრო და დრო ჩერდება, რათა რომელიმე გემრიელი პროდუქტი გამასინჯოს. იქნება ის შემწვარი ბანანი თუ ტაილანდური ყავა. გემრიელია.
რადგან ჩემი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება, ჯოიმ ტაილანდის მართლაც განსაკუთრებულ ადგილას წამიყვანა, ისტორიულ ქალაქ აიუტიაში. ახლა აიუტიაში ვიმყოფებით, ტაილანდის მეორე დედაქალაქში. ხედავთ, რამდენი ტაძარია აქ. აიუტიას პროვინციაში 500 ტაძარია და მთლიანად ტაილანდში 53,000. 1350 წელს დაარსებული აიუტია ერთ დროს სამხრეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აყვავებული ქალაქი იყო. ქალაქი ვაჭრობის, კულტურისა და დიპლომატიის ცენტრი იყო 4 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. დღეს კი აიუტია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული და ცნობილია გასაოცარი ტაძრების ნანგრევებით, რომლებიც ტაილანდის მდიდარ წარსულზე მოგვითხრობენ. დათვალიერება ქალაქის ერთ-ერთი ძველი სანახიდან დავიწყეთ. ეს ტაძარი აიუტიის ადრეულ პერიოდშია აგებული, დაახლოებით 1374 წელს, რაც ნიშნავს, რომ 600 წლის წინანდელია. როდესაც ტაძარს ათვალიერებ, თითქოს წარსულში დააბიჯებ და თვალწინ გიდგას ის ხალხი, რომელიც ოდესღაც ამ წმინდა ადგილას მოდიოდა. ამის შემდეგ უძველესი სამეფო სასახლის ყველაზე დიდი ტაძრისკენ გავეშურეთ. ახლა ფრას ისანფეთის ტაძართან ვართ. ეს ტაძარი ადრე მეფის რეზიდენცია იყო. 1350-1488 წლებში აქ მეფის რეზიდენცია იყო და არა ტაძარი და მეფე ცხოვრობდა. ამ ტაძრის სამი კოშკისებრი სტუპა ერთ დროს აიუტიის მეფეთა საძვალე იყო, რის გამოც ამ შენობას რელიგიური დატვირთვაც აქვს და მეფის ძალაუფლების სიმბოლოა. ამ შენობას კი, რომელსაც ხედავთ, ბუდას შესაკეთებელ შენობას ვუწოდებთ. 16 მეტრის სიმაღლისაა და ოქროთია ნაკეთები. 347 კილოგრამი ოქროა დახარჯული. აიუტია მართლაც გასაოცარი ადგილია და ნამდვილად უპრიანია, რომ ჩემი მოგზაურობა სწორედ აქ დავასრულო. ტაილანდი არის ქვეყანა, სადაც თანამედროვე ცათამბჯენები უძველესი ტაძრების გვერდით დგას. აქ იმდენი რამ არის გამორჩეული, უნიკალური სურსათით და მომღიმარე ადამიანებით დაწყებული და რა თქმა უნდა კულტურით დამთავრებული, მაგრამ ახლა ჩემი მომავალი თავგადასავლის დროა.